საქართველოს ენდოკრინოლოგიის და მეტაბოლიზმის ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ თავი მოუყაროს ერთად ერთ სივრცეში მულტიდისციპლინურ პროფესურას, როგორც საქართველოდან, ასევე მით უმეტეს მსოფლიოდან წამყვან ექსპერტებს, სპეციალისტებს, რომლებიც ცნობილი არიან თავის დარგში, როგორც წამყვანი სპეციალისტები. და ჩვენ დღეს ნამდვილად გვქონდა პატივი და სიამოვნება, რომ მოგვესმინა მსოფლიო დონის ლექციები ისეთი წამყვანი სპეციალისტებისგან, როგორიც არის პროფესორი გერი ჰემერი, პროფესორი ჟერომ ბერთერატი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ექიმები წელს არ უდებენ უცხოელ კოლეგებს და ძალიან მაღალი დონის და ხარისხის ლექციებით არიან წარმოდგენილი. ჩვენი ასოციაცია მუდმივად ცდილობს, რომ როგორც აუდიტორია, ასევე თვითონ სპიკერები, ლექტორები იყვნენ შერეული, სხვა სპეციალობის წარმომადგენლები იყოს მულტიდისციპლინური გუნდი. თანამედროვე მედიცინა აღიარებს, რომ სარკოპენი არის კუნთის მასის დაქვეითება, კუნთის ძალის და გამძლეობის დაქვეითება სამეფო. ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელი წლების 10 წლებულების მანძილზე განიხილება, როგორც გასაღები ძალიან ბევრი სამედიცინო პრობლემის გადასაჭრელად. ამიტომ არავის კულტურის თუ პოლიცისტური საკვაცრის სინდრომის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რეკომენდებული შემოთავაზებული სწორედ არის ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელი. ამჟამად მიმდინარე კონგრესი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს გახლავთ ყოველი მომდევნო კონგრესის დონის მნიშვნელოვანი ამაღლება. მიმდინარე კონგრესი თავისი მნიშვნელობით ემსახურება როგორც პროფესიონალი ექიმების ინტერესებს, ისე საბოლოო ჯამში ეს არის პაციენტის ინტერესების სამსახური. მინდა სიამაყით და სიხარულით აღვნიშნო, რომ საქართველოს ენდოკრინოლოგიის და მეტაბოლიზმის ასოციაციის მეშვიდე ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი აკრედიტებული არის ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ. ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მკაცრი ორგანიზაცია, რომ ჩვენი ღონისძიება შესაბამისად არის საერთაშორისო აკრედიტაციის და დამსწრე ექიმებს მიენიჭებათ უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტგულები, რასაც გამოიყენებენ, რა თქმა უნდა. ესეთი მულტიდისციპლინური შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, რომ გავიზარდოთ, სხვადასხვა კუთხით შევხედოთ ერთი და იგივე საკითხს, დავიწყოთ პროფესიული დიალოგი, ერთ ენაზე საუბარი, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ექიმებისთვის, კიდევ უფრო მეტად პაციენტებისთვის, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტები იყვნენ უკეთ და გავზარდოთ და ავამაღლოთ პაციენტების მოვლის და ზრუნვის ხარისხი ქვეყანაში. ძალიან მიხარია და თავბედნიერად ვთვლით, რომ მეძლევა საშუალება ამ შესანიშნავ შეკრებაზე თქვენთან ერთად ვიყო და მით უმეტეს რაიმდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმ თემაზე, რომელიც ვფიქრობ აქტუალურია და საინტერესოა. რა თქმა უნდა, მედიცინაში ყველა თემა საინტერესოა და აქტუალურია, მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ეგრეთ წოდებული გაურკვეველი კვანძების შესახებ. აქ იგულისხმება ისეთი კვანძები, სადაც არ არის ყველაფერი კონფლიქტი არ მაქვს ბატონებო და სადაც არ არის ყველაფერი ადვილად გადასაწყვეტი. ანუ იქ სადაც დადგენილია, რომ არის კეთილთვისებიანი კამათი ნაკლებად ხდება, იქ სადაც დადგენილია, რომ არის ავთვისებიანი წარმონაქმნი, არც იქ არის საკამათო, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც არგუმენტაცია ძნელდება და საჭიროა გქონდეს ჩამოყალიბებული რაღაც ის პოზიცია, რომელიც ასეთ სიტუაციებში ქცევების საშუალებას მოგცევს.
ცხადია, რომ ეს საკითხი არ არის ისეთი თემა, რომელიც მარტო ჩვენ გვაღელვებს და ასეთი მიდგომა როგორიც არის მაგალითად ჩამოყალიბებული ამერიკის თიროიდოლოგიური ასოციაციის მიერ ან ევროპის თიროიდოლოგიური ენის გასატეხია ასოციაციის მიერ, რა თქმა უნდა, მე ჩავთვალე, რომ პირველ რიგში ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა. მართალია 2015 წელს იყო გამოცემული ეს ამერიკის თიროიდოლოგთა ასოციაციის ეს გაიდლაინი, რომელიც ასე ჟღერს, რომ ფარისებრი ჯგუფის კვანძებისა და დიფერენცირებული კიბოს მართვა მორბილი ასაკის პაციენტებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო და მრავალი წლის განმავლობაში მას შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვიყენებდით ამ დოკუმენტს და უფრო ახალია 2023 წელს გამოვიდა ევროპის თიროიდოლოგთა ასოციაციის ეს გზამკვლევი, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება. ორივე ეს დოკუმენტი კატეგორიულად მოითხოვს, რომ როდესაც ლაპარაკი არის კვანძის ასპირაციული ბიოპსიით მიღებული მასალის შეფასებაზე, რომ უნდა დავეყრდნოთ ბეთესდას სისტემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში, ძალიან დიდი პატივისცემით და ყურადღებით ექცევია სპეციალისტები სწორედ აი ამ რეკომენდაციას. საინტერესოა, რომ 2010 წელს გამოქვეყნდა პირველი რედაქცია და მას შემდეგ უკანასკნელი ბეთესდას სისტემის შესახებ 2023 წელს იყო გამოცემული ბოლო რედაქცია და წარმოადგენს ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, იმიტომ რომ ერთიანი სისტემით ხდება საკითხისადმი მიდგომა. აი აქ მოცემული არის ბეთესდას სისტემის მიხედვით ციტოლოგიური შედეგები როგორ აღწეროთ და 6 არის რა ქვია პუნქტი დიაგნოსტიკისათვის არადამაკმაყოფილებელი მასალაზე იგულისხმება, რომ არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომ არის განუსაზღვრელი მნიშვნელობის ატიპია, ან მეოთხე ეს ფოლიკულური ნეოპლაზმა, მეხუთე უკვე საეჭვო ავხსებიანობაზე და მეექვსე უკვე რომ ციტოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არის ავხსებიანი წარმონაქმნი. სწორედ აი ამ სისტემის მესამე და მეოთხე პუნქტის შემთხვევაში ჩვენი საექიმო ტაქტიკის შესახებ გვინდა ვისაუბროთ. ცხადია, რომ ასპირაციული ბიოპსიით მიღებული მასალის შესწავლა ძალიან კონკრეტული მიზნით ხდება. უნდა გადავწყვიტოთ, როგორი საექიმო ტაქტიკა გამოგვადგება. ეს იქნება, თქვათ, დაკვირვება, თუ ეს იქნება აქტიური ჩარევა, თქვათ, ან ქირურგიული ოპერაციის სახით, ან შეიძლება, შედარებით მცირე ქირურგიული ჩარევის სახით. და რა თქმა უნდა, ამისთან ადროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ულტრასონოგრაფიული კვლევის მონაცემებს და სწორედ აი ამ რეკომენდაციებში, როგორც ამერიკის, ისე ევროპის თიროიდოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებში, ეს თემა არის ერთად განხილული ულტრასონოგრაფიული მონაცემებისა და ასპირაციული ციტოლოგიური კვლევის მონაცემთა გათვალისწინებით. აი ულტრაბგერითი ეს რა ქვია გამოკვლევით ევროპის თიროიდოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციის სწორედ ეს EUThyroids სისტემა გამოიყენება. არ გახლავთ ეს სპეციალურად მოვიტანე ეს სლაიდი. ცხადია, არ იძლევა ულტრაბგერითი გამოკვლევა იმ საშუალებას, რომ აბსოლუტურად დავადასტუროთ, რომ არ არის ავხსებიანი, ან დავადასტუროთ, რომ არის ავხსებიანი. საკმაოდ ფართო დიაპაზონი შეიძლება მერყეოდეს. მაგალითად, ახლა EUThyroids 5 ყველაზე უფრო საერთო შემთხვევაში. ავხსებიანობა 87%-ში დასტურდება, მაგრამ შეიძლება რაღაც შემთხვევაში მხოლოდ 26%, ანუ მინიმუმი შეიძლება 26% იყოს. ცხადია, არც ციტოლოგიური კვლევა არ იძლევა სამწუხაროდ ციტოლოგიაზე ვლაპარაკობ, ანუ ბიოპსიით მიღებული მასალის ციტოლოგიური კვლევა არ იძლევა 100%-იანი დაასკვნის გაკეთების საშუალებას. ყოველ შემთხვევაში, აი ერთ-ერთი
პუბლიკაციის მონაცემები მინდა წარმოგიდგინოთ, სადაც შედარებული არის ციტოლოგიური კვლევის მონაცემები და შემდეგ ოპერაციის მიღებული მასალის უკვე პათომორფოლოგიური შესწავლის შედეგები. აი უფრო ასე ვთქვათ, გრაფიკებით თუ იქნება, იქ სადაც იყო ბეთესდას პირველი კატეგორია, ანუ უნდა ყოფილიყო კეთილთვისებიანი. აღმოჩნდა, რომ 16% შემთხვევაში ავტვისებიანი იყო ოპერაციის შემდგომ მიღებული მასალის გამოკვლევა. ბეთესდას მეორე კატეგორია როდესაც იყო, აქ უფრო დაახლოებით იგივე 80% იყო კეთილთვისებიანი და 20% მაინც აღმოჩნდა ავტვისებიანი. ანუ არ იყო მოსალოდნელი თითქოს ბეთესდა პირველის და ბეთესდა ორის კატეგორიაში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ იქ შეიძლება იყოს ავტვისებიანი. მით უმეტეს ავტვისებიანობის რისკი მატულობს მესამე და მეოთხე კატეგორია, როდესაც არის ბეთესდას სისტემით, აქაც მაგალითად ავტვისებიანობა მესამე კატეგორიის დროს 54%-ზე ცოტა მეტიც არის, ასევე 34 მესამედი მაინც მეოთხე კატეგორიის დროს მესამედი მაინც არის ავტვისებიანი. ანუ შეიძლება ავტვისებიანობის ალბათობა, რა თქმა უნდა, მატულობს მეხუთე და მეექვსე კატეგორიის დროს, მაგრამ იგივე მეხუთე კატეგორიის დროს რაღაცა პროცენტით მაინც 10% აღმოჩნდა, რომ თურმე არ ყოფილა ავტვისებიანი. აი სწორედ მესამე და მეოთხე კატეგორიის შესახებ გვინდა დღეს ვისაუბროთ, რადგანაც საჭოჭმანო თემები სწორედ ეს არის. ამერიკის ტიროიდული ასოციაციის გაიდლაინი, რომელიც 2015 წელს იყო გამოქვეყნებული, ცხადია ახლა ვერ გაითვალისწინოთ და 23 წლის რედაქციას ბეთესდა სისტემის, მაგრამ დაახლოებით შესაბამისობაზე შეიძლება საუბარი. და აი რთული არის შეიძლება ახლა ეს ალგორითმი თუ როგორ უნდა მოვიხსენოთ სხვადასხვა სიტუაციაში რა კვანძებით შეხვდება, მაგრამ აი ჩვენ ყურადღება მივაქციოთ სწორედ აი ეს მესამე და მეოთხე კატეგორიის შესაბამის პუნქტებს და აქ პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ გადადითო მე-13-დან მე-17 რეკომენდაციაზეო და აი ახლა სწორედ ამ მე-13 და მე-17 რეკომენდაციას განვიხილავთ. მაგრამ ერთი მომენტია, აქაც ვფიქრობ, წეღანაც შეკითხვები დაისვა პროფესორ ქალბატონ ნატალია ასათიანმა რომ მიკითხა. სწორედ ეს აქტუალური თემაა და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკის ტიროიდული ასოციაციის გაიდლაინის, ანუ გზამკვლევის მე-13 პუნქტი სწორედ იწყება მოლეკულურ ტესტირებაზე საუბრად. და მე-13, მე-14 თემა რას გვეუბნება? ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ახლაც გასათვალისწინებელია, რომ მოლეკულური ტესტირების განზრახვის შემთხვევაში პაციენტს წინასწარ უნდა განუმარტოთ, იგი წინასწარ უნდა იყოს კონსულტირებული, რომ აღნიშნული გამოკვლევის შედეგები გარკვეულ შეზღუდულობით ხასიათდება. ანუ ეს არ გახლავთ, აი გავაკეთებ მე აი ამ მოლეკულურ ტესტირებას და ყველა კითხვაზე პასუხი მექნება. არ არის ეს ასე. თუმცა ხარჯი ძალიან დიდია. შეიძლება პაციენტმა თქვა, თუ შენ პასუხს ვერ გამცემ, რაღაცე ხარჯინებდი, ამდენ ის იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი საკუთარი ჯიბიდან ექნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიაც ხარჯებს როსტებს ხომ ამას ანგარიშს უწევენ, არა? რომ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, რამდენად ღირებული აღმოჩნდება მოლეკულური ტესტირებით მიღებული შედეგი, თერაპიული ან შორეული კლინიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით. და მე-14 რეკომენდაცია, იგივე ამერიკის ტიროიდული ასოციაციის, რომ კლინიკური მიზნებისთვის მოლეკულური ტესტირება უნდა განხორციელდეს ისეთ ლაბორატორიაში, რომელიც სათანადოდ არის სერტიფიცირებული. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ეს და თვითონ ცალკე პუნქტად არის ფორმულირებული, რომ განსაკუთრებით მაღალი თუ არ არის პროფესიული სანდოობის თვალსაზრისით, სხვა შემთხვევაში ამ გამოკვლევის ჩატარებას ნაკლებად სანდო ღირებულება აქვს. მე-15 რეკომენდაცია, რომ აი ამ შესაძლებელია წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოპსიითა და მოლეკულური ტესტირებით დამატებით ინფორმაცია მივიღოთ და გადაწყდეს საჭიროა თუ არა სადიაგნოსტიკოდ ან სამეთვალყურეოდ
ქირურგიული ჩარევა, ამერიკის თიროიდული ასოციაციის ამ გაიდლაინში 2015 წლის გაიდლაინში დიაგნოსტიკური ქირურგიული ჩარევა, მარტო კვანძის ამოღება და მისი პათომორფოლოგიური შესწავლა იყო განხილული სხვა შორის 2023 წლის ევროპული გზამკვლევის მიხედვით ასეთ ჩარევას იქ ვერ ნახავთ, მაგრამ მსხვილნემსით ასპირაციული ბიოპსიის ჩატარება ასეთ გაუგებარ შემთხვევაში იქ არის რეკომენდირებული. აი სწორედ ეს მე-15 რეკომენდაციის ეს ნაწილია ნაჩვენებია. და კიდევ აი ფოლიკულური ნეოპლაზმას, ამ ფოლიკულურ ნეოპლაზმაზე საერთო შემთხვევებში მართვის სტანდარტებში, რომ ასეთი მცირე ქირურგია, დიაგნოსტიკური ქირურგიული ჩარევა არის გამართლებული, იმ დროს 2015 წლის მიხედვით ამას მიზანშეწონილად მიიჩნევდა ეს გაიდლაინი. და კლინიკური გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ინფორმირებული პაციენტის უპირატესი განწყობის გათვალისწინებითაც. აი ამ ჩარევის შესაძლებლობაზეა ლაპარაკი. და თუ მოლეკულური ტესტირება ვერ განხორციელდება, ან ესეთი საყოყმანო შედეგია მიღებული, სწორედ აქაც გვირჩევენ, რომ ამერიკული გაიდლაინის მიხედვით, რომ დიაგნოსტიკური ქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს გამოსავალი. ციტოლოგიური დასკვნით პაპილური კარცინომის არსებობაზე საეჭვო შემთხვევებში ქირურგიული მართვა ისეთივე უნდა იყოს, ეს უკვე შემდგომ ეტაპზეა ლაპარაკი არა დიაგნოსტიკაზე, არამედ მართვაზე, მაგრამ მითითებული იყო ეს მე-13, მე-17 რეკომენდაცია და ამიტომ მოვიტანია. ანუ საეჭვო შემთხვევებში ისეთივე დიდი პასუხისმგებლობით უნდა იყოს მართვა ჩატარებული, როგორც დადასტურებული ავტოშებიანობის შემთხვევაში. აი რა გვეუბნება ამასთან დაკავშირებით 2023 ევროპის თიროიდული ასოციაციის გზამკვლევი, რომ ეს ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ გამომდინარეობდა იმაზე, რაც 2015 წელს ამერიკული გზამკვლევით იყო და რა თქმა უნდა ეყრდნობოდა აი იმ ყველა მიღწევებს, რაც 2015 წლიდან 2023 წლამდე მედიცინას ჰქონდა მიღწეული ამ სფეროში. საწყის ეტაპზეა მითითებული ახლა იგივე აი ამ 2023 წლის გზამკვლევში, რომ თიროიდული კვანძის არსებობა თუ დადგინდა, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და ლაპარაკია, რომ აუცილებლად დეტალური ანამნეზის შეგროვება, უშუალო საექიმო გასინჯვაზეა ლაპარაკი, ცხადია ჰორმონულ კვლევაზე და თიროტროპული ჰორმონის გამოკვლევაზეა ლაპარაკი და რა თქმა უნდა ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა კისრის მიდამოში. აი აქ თიროტროპულ ჰორმონის დონესთან დაკავშირებით არის აქცენტი გაკეთებული, რომ როდესაც არის დაქვეითებული თიროტროპული ჰორმონის დონე, აი ამ პაციენტებს განსაკუთრებული კუთხით შეხედა, იმიტომ ჭირდება, რომ შეიძლება ეს დაქვეითება გამოწვეული იყოს კვანძის ავტონომიური ფუნქციონირებით და თუ ეს არის ავტონომიურად ფუნქციონირებადი კვანძი, მაშინ მისი მართვა საერთოდ განსხვავებული ტაქტიკით ხორციელდება, ვიდრე იმ შემთხვევებში, როდესაც კვანძი არ არის ავტონომიურად ფუნქციონირებადი და რადგანაც ჩვენ ტრადიციულად მაინც ესეთი ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ფარსებრივი პათოლოგია, სამხარეო პათოლოგია განიხილება, სადაც საკმაოდ ბევრია კვანძოვანი ტოქსიური ჭიყვის შემთხვევები, ან მრავალკვანძოვანი ტოქსიური ჭიყვის შემთხვევები. ახლა საკმაოდ ბევრია, იმიტომ ამბობ, რომ თქვათ ისეთ ქვეყნებში, სადაც უკვე მრავალი წელია ტრადიციულად არის, კარგად არის იოდი მოსახლეობა უზრუნველყოფილი, იქ აშკარაა, რომ თიროტოქსიკოზის შემთხვევებიდან არ არის პირველ ადგილზე და უფრო სხვანაირად ვთქვათ, ხშირი ფარისებრიკის ავტონომიურად ფუნქციონირებადი კვანძებიდან გამოსული თიროტოქსიკოზი, იქ უფრო გრეივსის თიროტოქსიკოზია და ჩვენი ქვეყანაში უნდა გვახსოვდეს, როდესაც არის კვანძი, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში თიროტროპული ჰორმონის დონე შეიძლება არ იყოს ისეთი ძალიან დაწკუნვილი, როგორც ეს კლასიკური თიროტოქსიკოზის დროს გვაქვს, შეიძლება იყოს სადღაც ერთზე ნაკლები. აი ახლა დიდი ხანი არ არის, მაგალითად
ერთ-ერთი პაციენტი ყავდა ქალბატონი, რომელსაც 0.7 ჰქონდა თიროტროპული ჰორმონი. მაგრამ კვანძის მდგომარეობა, ულტრასონოგრაფიული მონაცემები მაინც ასაკით იყო დაახლოებით 60-65 წლის ფარგლებში. ჩავატარეთ რადიონუკლიდური სცინტიგრაფია და კლასიკური ცხელი კვანძი აღმოჩნდა იქ. თუმცა თიროტროპული ჰორმონი ჯერ არ იყო ისეთი დაბალი, თუმცა თავისუფალი თიროქსინი არ იყო მომატებული კლინიკურადაც თიროტოქსიკოზი გამოხატული ვერ იქნებოდა, ცხადია. მაგრამ ამ კვანძის ბიოპსიით ჩვენ ისეთ სურათს მივიღებდით, რომელიც ძალიან ბევრ კითხვებს დაბადებდა შეიძლება ავტოშებიანობის მხრივ. და ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ცხელი კვანძი, რომლის მართვა მაგალითად რადიოაქტიური იოდით ძალიან დიდი წარმატებით იქნებოდა შესაძლებელი და არავითარი ქირურგიული ჩარევა ასეთ პაციენტს არ დაჭირდა. ასეთ იყო თუ ისე იყო, მოკლედ აი ამ საკითხზე სხვადასხვა ბევრი გამოკვლევა და ბევრი ნაშრომი, რომელიც 2023 წლის ამ გზამკვლევს ეხება, ამ კუთხით ამახვილებს ყურადღებას, რომ აი ევროპის თიროიდული ასოციაციის გაიდლაინსში აი აქცენტირებული არის ავტონომიურად ფუნქციონირებადი კვანძები რომ არ გამოგვეპაროს. თუ ცხადია თიროტროპული ჰორმონი ნორმალურია, ან თიროტროპული ჰორმონი მომატებულია, გასაგებია რა, როცა ჰიპოთირეოზი არის ეჭვიან მონაცემები იქ ცალკე მართვა საჭირო და ცხადია ეს თუ სიმსივნეა ჰიპოთირეოზის დროსგან არ შეიძლება სიმსივნე იყოს, მაგრამ ჰიპოთირეოზის კომპენსაციის ფონზე უნდა ჩატარდეს ეს გამოკვლევები, რადგანაც არ არის გამორიცხული, რომ დეკომპენსირებული ჰიპოთირეოზის დროს ძალიან მაღალი თიროტროპული ჰორმონის არსებობა გავლენას ახდენს იმ ციტოლოგიური კვლევის შედეგებზე, რომელმაც შეიძლება დამაბნეველი ეფექტი მოგწეს. რა თქმა უნდა, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთმანეთს კი არ უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ციტოლოგიური კვლევა და ულტრასონოგრაფიული კვლევა და სწორედ აი ამ 2023 წლის გზამკვლევში ძალიან კარგად არის ის კომპლექსური მიდგომა, როდესაც ექიმი ვალდებულია მხედველობაში ჰქონდეს როგორც ულტრასონოგრაფიული კვლევის მონაცემები, ისე ასპირაციული ციტოლოგიური კვლევის მონაცემები. და რომ ამ შემთხვევაში იმის და მიხედვით აი ამ ეუთაირაციის რომელი კატეგორიას განეკუთვნება, სხვადასხვა არის ჩვენი მიდგომა და რა თქმა უნდა განსაკუთრებით ეს ეუთაირაციის 5-ის დროს განსაკუთრებული სიფრთხილით გვიწევს საქმიანობა. და აქ რაც შეეხება ახლა ბეთესდას სისტემის დროს როგორ თვითონ გაიდლაინსში როგორ არის ავტოშებიანობის დიაპაზონი ვთქვათ როგორია მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის, აქ ხედავთ რომ რაც უფრო კატეგორია მატულობს ბეთესდას სისტემით, მით მეტია ავტოშებიანობის ალბათობა და მეექვსე კატეგორიის დროს ცხადია რომ თითქმის 100%-ს აღწევს ავტოშებიანობის რისკი. აი აქ არის მოცემული როდის როგორ უნდა ვიმოქმედოთ დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, მაგრამ რადგანაც ახლა დღეს ჩვენი საუბრის თემაა კონკრეტულად მესამე, მეოთხე კატეგორია ბეთესდას სისტემას ეკუთვნის, ამიტომ ახლა ყველა პუნქტებს არ განვიხილავ, რომ უფრო კონკრეტული ვიყოთ და მით უმეტეს დროში ძალიან აცდენილები ვართ, გადავაჭარბოთ მე მგონი საათზე მეტი, თუმცა მე ჩემი ლიმიტისთვის არ გადამიჭარბები, ასე მგონია. და აი თქვათ, როდესაც გვაქვს ბეთესდას მესამე კატეგორია, როგორ უნდა მოვიქცევთ? მე ვწერა როგორც მოგახსენეთ, აი აქაც ჩანს ეს. ბეთესდას მესამე კატეგორია კი არის, მაგრამ თუ უკვე ვითვალისწინებთ იმასაც, რომ არც ბეთესდას სისტემა და არც ულტრაბგერა 100%-იან საიმედოობით არ გვაძლევს პასუხს და ამიტომ გვეუბნებიან ბეთესდა 3 თუ არის და ამავე დროს არის თაირაც 3, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? 10 მმ-ზე მეტი კვანძი თუა გაიმეორე წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოპსია. აი ამ განმეორებითი გამოკვლევითაც თუ დადასტურდა, მაშინ
მაშინვე ქირურგიულ ჩარევას არ გვეუბნებიან, მაგრამ შეგიძლია დაკვირვების რეჟიმი აირჩიო, მაგრამ არც ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა არის გამორიცხული. ანუ აქ ძალიან ბევრი რამ არის ინდივიდუალური მიდგომით გადასაწყვეტი. პაციენტის განწყობაც არის, ექიმის ვთქვათ, შთაბეჭდილება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხა მოლეკულურ ტესტირებაზე არის საუბარი, თუ კი შეგიძლიათ ამ დამატებითი ინფორმაციით რაღაც ახალ არგუმენტაციას მოიპოვო გადაწყვეტილების მიღებისათვის. თუ ულტრასონოგრაფიულად EUTHIRADS 4 და EUTHIRADS 5 გვაქვს, მაშინ როგორ მოვიქცეთ? პრაქტიკულად აქაც ისეთივეა, რომ 10 მილიმეტრზე მეტი კვანძი თუ არის გაიმეორე წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოპსიაო და თუ დადასტურდა BTSD-3 ქირურგიულ მკურნალობაზე შეიძლება უკვე საუბარიო, ან თუ პაციენტი ქირურგიულ ჩარევაზე თავს იკავებს, დაკვირვების რეჟიმი, ან აქაც მოლეკულურ ტესტირებით იქნებ რაღაც თქვა ახალმა არგუმენტაციამ რაღაც გადაწყვეტილებას შეუწყოს ხელი. თუ გვაქვს BTSD-4 მეოთხე კატეგორია. აქაც ულტრასონოგრაფიის მონაცემების გათვალისწინებით მესამე, მეოთხე ან მეხუთე თუ გვაქვსო, აქ უფრო თამამად არის უკვე ქირურგიულ ჩარევაზე რეკომენდაცია. თუმცა მოლეკულურ ტესტირების მიხედვით მეშვეობით რაღაც ახალი არგუმენტაციის მიღება, რომელიც უფრო ქირურგიის სასარგებლოდ ან მის საწინააღმდეგოდ გადასაწყვეტად, ესეც დასაშვებად არის მიჩნეული. აი ეს არის ძირითადად ჩემო მეგობრებო, რაც ამ კონკრეტულ თემაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.